ასევე სოციალისტური პლატფორმის და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, დელეგაციები აქ არიან. აი, ხედავ ახლა დელეგაციები დასავლეთი, აღმოსავლეთი, კახეთი, თბილისი, იმერეთი, სამეგრელო, აკერე, აი ხედავ აქ. ეხლა გზაშიც არიან და ალბათ შემოგვიერთებიან. ასე აღნიშნეს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა და სტალინისტებმა სტალინის დაბადების დღის 155 წლის თავი. ისინი სახლ-მუზეუმის ეზოში დროშებითა და სურათებით შეიკრიბნენ და მუზეუმის წინ მდებარე ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ამ კითხვას არ უნდა მისვამდე. ამ კითხვას არ უნდა სვამდე, რატო იცი? რისთვის ხარ შეკრებილები? ეს სოროსის ბროშურიდან ამოწერილია. ეს ფრაზა. აი, ასეთი კითხვა უნდა დაგესვა. აი, ამ დიდ ადამიანს სოფლიოში რომლის ფასის არ დაბადებულა როგორც პოლიტიკოსი. როგორ შეაფასებდით თქვენ? რიგითი ადამიანი. აი, ასეთი კითხვა უნდა დაგესვა. და კითხვაც დავსვი, პასუხსაც გაგცემ. მის მსგავსი პოლიტიკოსი, ნუ გეღიმება შვილო. თორე შარშან ერთი ისა გავაპინტრიში აქედან. ხო. მის მსგავსი პოლიტიკოსი დღესაც არ მოქმედებს სოფლიოში. გილოცავთ სტალინის დაბადების დღეს. სტალინმა ბავშვებისათვის შექმნა პროგრამა და ეს პროგრამა მთელმა მსოფლიომ მიიღო და რა თქმა უნდა განხორციელდა სულიერ ეროვნული ეკონომიური განვითარების გზით. რატომ ხართ შეკრებილები? ჩვენ ვართ შეკრებილი იმისათვის, რომ აი სახელოვანი ადამიანი სოფლიო მნიშვნელობის ბუმბერაზი პიროვნება იყოს. აი რამდენი საუკუნეს ითვლის პლანეტა და ასეთი ავტორიტეტიანი და ნამდვილად გენიოსი ადამიანი ჯერ არ მოვლენდა სამყაროს არ მოვლენდა. როგორც ისინი ამბობენ, ტრადიციულად მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლი დაბრუნდეს. ვითხოვ ძეგლი უნდა დაიდგას იქ, სადაც ის იდგა მის ადგილას და კიდევ სხვა მოთხოვნები გვაქვს, ამას გავაჟღერებთ და განცხადებას გავაკეთებთ. ეგ თარიღი ახლა ჩვენთან ქვეყანაში საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენლებმა დაივიწყენ, მაგრამ არა. აუცილებლად დღეიდან დაწყებული ადრეს და საომავლოდ აუცილებლად საზოგადოება უკვე მიხვდა რაშიცა საქმე, ის დისკრიმინაცია მისი დამთავრდება მალე და იოსებ სტალინი დაიკავებს იმ სიმაღლეს, რა სიმაღლესაც ის იმსახურებს. სტალინისტები და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები ყოველი წლის 21 დეკემბერსა და 9 მაისს იკრიბებიან.